წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში საკუთარი სურვილით დარეგისტრირებულთა ოჯახებს მადლობის წერილები გადაეცათ. ამ ეტაპზე წერილები გადაეცათ იმ ოჯახებს, რომელთა შვილებიც ეროვნულ სამხედრო სამსახურში 8 თვიანი ვადით ნებაყოფლობით მსახურობენ. თავდაცვის ახალი კოდექსით 2025 წლიდან წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახურის გავლა მხოლოდ თავდაცვის ძალებშია შესაძლებელი. მოქალაქეებს საშუალება აქვთ სამხედრო სამსახურში 6, 8 ან 11 თვიანი ვადით იმსახურონ. წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში ნებაყოფლობით რეგისტრირებული ახალგაზრდებისთვის სახალხო ანაზღაურება 30%-იანი დანამატით არის გათვალისწინებული. ძალიან ბევრმა გამოთქვა ჩემს ირგვლივ სურვილი, მიიღო მონაწილეობა ამ საბრძოლო მზადყოფის შესწავლაში და გაევლო სამხედრო სავალდებულო სამსახური საკუთარ ქვეყანაში, რათა სამშობლოს ემსახუროს. თავდაცვის ახალი კოდექსის გაცნობისთანავე ჩემი შვილი ნიკოლოზ გოგოლაძე გადაწყვიტა, რომ თავისი ნებით წასულიყო სამხედრო სამსახურში. მან რეგისტრაცია გაიარა და ეხლა იმყოფება იგი სამხედრო სამსახურში. სამხედრო გაწვევისა და რეკრუტირების ეროვნული სააგენტოს სახელით მინდა მადლობა გადაუხადო მშობლებს ასეთი კარგი პიროვნებების აღზრდისთვის, რომლებმაც სურვილი გამოთქვეს თავდაცვის ძალებში ნებაყოფლობით მსახურისთვის.